საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს დიპლომატიურ კორპუსს, რომელიც აკრედიტებულია საქართველოში, მასპინძლობს კახეთში, იმისთვის, რომ ელჩებს გაუზიაროთ ის ძვირფასი ტრადიცია, რომელიც აქვს საქართველოს და უკავშირდება ყურძნის კრებას, რთველი, რომელიც არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ღვინის კეთების ტრადიცია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ბარათი, სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ის ელჩები, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან, რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობენ, საქართველოსთან ურთიერთობებში წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს, იყვნენ კარგად გაცნობიერებული სწორედ საქართველოს ტრადიციებში, იმ ტრადიციაში, რომელიც უკავშირდება ღვინის კეთებას, ყურძნის მოყვანას, რაც ასევე საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას.